ერთი სურვილი იქნება. Ადროშალვა. ქართველი კაცი. ცოტა ერთი ცუდი ძისება აქვს რა. ყველა უნდა რომ იყოს თამადას, მაგრამ მე მინდა თქვენ რომ იყოს აკვეთის თამადა. ეხოშალვა და ბატო დავითთან მას ერთი შეკითხვა. აი, თოფაძემ რომ თქვა ის სავალუტო ფონდის რეზოლუცია. კი. იგი რომ მილიონახევარი კარგია და საუკეთესო ვარიანტი 600-ო. აი, ამ კითხვაზე თუ გამწევს პასუხს. ესე იგი საქართველოს ქართველების გარეშე ბატონო დავით. არ არის სად ესე არ არის რა აი ძალიან მნიშვნელოვანი არა გოგი თოფაძეს თქვა ვიცი ეს არის გაცვლები იბეჭდება იმდენი ვერ წარმოიდგენთ რამდენი არის მაგრამ ახ ერთი არის რა უნდა დაუპირისპირო შენი ქმედებით სხვა რამ გაგახსენებ თუ ესე ძალიან გაინტერესებს როზენბერგს ჰქონდა იგივე სცენარი 49 წელს წარუდგინა რომ ამიერკავკასიაში ქართველები ჩვენი დასაყრდენი უნდა იყოსო მაგრამ ჩვენი გერმანელები უნდა ჩავასახოთ იმას უნდა და მეორე ქართულს არ მოეწონა ეს იდეა ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი პოლიტიკა დემოგრაფიული პოლიტიკა ეკონომიკური პოლიტიკა სოციალური ცის რეგიონების ყველაფერი თუკი ეროვნული მთავრობა იქნება პატრიოტული მთავრობა დამეწუნდა ვერ არის ვერასოდეს ვერ შესრულდება ბატონ შალასი და ჩვენი ნებართი შეკითხვა დაუსვა და ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთეთ გუშინ თქვენ და გულწრფელად ნამდვილად არ მეგონა თუ ესეთ რადიკალურ განცხადებას გააკეთეთ აი ხუთი ჩვენი განცხადების შესაძლებლად გამოჩენა დაიგმილი იყო მოგვიანებით სასწრაფოდ ვაშინგტონიდან გაიქცა მითითება ალასანემ გააკეთა განცხადება ერთობიდან გადადგომაზე რომ ოპოზიცია შემოარდეს როგორმე და ის იმ ამერიკის იმ პოლიტიკური წრეების ინტერესები გაატაროს რომელსაც ეყრდნობოდა სააკაშვილი მაგრამ ეხლა უკვე ოდეს ტურფა გაიაფრეს არ აღიდეს იგი ხშირად უკვე გაიაფრებული ტურფა და ახალი ტურფა უნდა და გააჩერა გუშინელმა განცხადება პროცესები იმ წუთში გადაიქცა ინფორმაცია რომ არის უკვე ლეიბორისტები ნატოს წინამდე მიდიან და სასწრაფოდ თუ ჩაენაცვლა ახალი სააკაშვილის ეს ძველი სააკაშვილი ჩვენ საქმე დაღუპულია და მილიარდები ჩაყრილია წყალში ამ ჩვენ გუშინელი ამ განცხადებით გავაჩერეთ ის პროცესები რაც გვიან მზადდებოდა ამის გავაჩხამეთ შობა გარკვეულ პირებს ამ ლოგიკის მასშტაბ სააკაშვილის საქმე გააკეთეთ ეგრე გამოდის მაშინ ამ ლოგიკის სააკაშვილს ძალიან მოეწონებოდა თქვენი ეს განცხადება გუშინდელი სააკაშვილის გემოვნებაზე ჩვენ არ ვუშავდით ამაში ეკეპარებად ჩვენ ვუშავთ ქვეყნის გემოვნებაზე ჩვენ გვინდა რომ ეს დამანგრეველი პოლიტიკა აღარ გაგრძელდეს ჩვენ გვინდა რომ საქართველოს არ გახდეს ზესახელმწიფოთა დაპირისპირების არეალი ამერიკის და რუსეთის გავლენის სფეროებისათვის ბრძოლის სტადიონი და სარბიელი ჩვენ არ გვინდა რომ საქართველოს იყოს კორიდორი და ევროპის ის რაფია ნავთობსადენი და გაზსადენი მილი იყოს და მეტი არაფერი ჩვენ გვინდა რომ საქართველოს იყოს დასვენებული იმპერიათა შორის შეტაკებებისაგან ჩვენ არ გვინდა რომ რომელიმე სამხედრო პოლიტიკური ბლოკის გამო ჩვენი ტერიტორიები გადაღლყოს სამაშაბლო სოხუმი თუ სხვა ადგილები რომელიმე მეზობელმა თუ არამეზობელმა სახელმწიფომ ჩვენ გვინდა რომ იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა ყოველგვარი მაცხოვრული ფსიქის და ფსიქოლოგიის გარეშე და ბოლოს აი და სწორედ რა ანგლო-საქსონი და სლავების ბრძოლა მეტყვი უკვე ერთ საუკუნეა ევრაზიაში გავლენისათვის რა მოდი რა ფაგანაკეთ რა გვიგოს საბრძოლო არეალი რა დაწევნეში ბრძოლებს ამე ბარისპირეთია ამერიკა აქტიკაში აღმოჩნდა ნავთობის და გაზის მარაგები რატო თქვენ ციფრები ტექნიკ რა ესე იგი უნდა შეეცდო საქართველოს ანგლო-საქსონი და სლავურ ნეო იმპერიის არ მინდა თუ უნდა ან მოკლედ საერთოდ პარტია ის არის ჩვენი შვილები და ჩვენი მომავლის მკვლელი და მტერი. ეს პროცესი პროგრამა დააფიქსირდა. გაგვანებოთ ყველა თავი რა, არც ის რუსეთი გვინდა, არც ის ნატო გვინდა, ყველასთან გვინდა მეგობრობა, გაცილება, გივილი, თანამშრომლობა, ბიზნესი, კულტურების ურთიერთდაცვა, მოსახლეობის თავისუფალი განადგილება, მაგრამ ორგვარი სამხედრო დაპირისპირების და კონფრონტაციის გარეშე. ამ შემთხვევაში ვიმოვლებ საქართველოს მომავალი არ უწერია. როგორც ევი შეიძლება ხალხი გავჩეთ, მაგრამ ეგვიპტეში არიან ყოფტები, იმ ძველი ეგვიპტელი ან ასე მივდივართ, ან ისე მივდივართ. ან ვაგზელებს პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს რომელიმე სამხედრო ბლოკზე მიტმოსვას და მეორე სამხედრო ბლოკის ყურადღებას, ან განებებს თავს. აი ამ ნადირობას და ვიქნებ თვით განვითარებას. მაგრამ ერთი წამით რაღაც ვახო გეუბნებით ახლა ფორმატი ირღვევა რა შემაკითხებინეთ ეს რა თქვენ ამბობთ ამ ლოგიკით
რუსეთის დაგვიპირისპირდება ამერიკას დაგვიპირისპირდება. ასეთი დაგვიპირისპირდება, როცა დაინახავენ რომ მე კარს არ უგებ რათა იქეთ შემოწმება და მე ერთმანეთი გაყიდო. დავალებენ ხავს. მაგრამ ეს იცავით რა, აი ამდაგვარი სიტუაცია ქონდა ირანმა როდესაც ხომეინი ჩამოაბრძანეს პარიზიდან, დაუპირისპირდა ვაშინგტონსაც და მოსკოვსაც. ისაო წითელი სატანა. ასეთ დაუპირისპირდება. ანუ მოგიწევთ, აი ამ ლოგიკით თუ კითხენ გაიმარჯვებ, მოგიწევთ რუსეთთანაც დაპირისპირება ამერიკას. ირანმა გაუძლო, იმიტომ რომ დიდი ერი არის. შენ 3 მილიონი აი შეგითხებით. ირანი დაუპირისპირდა რუსეთს და ამერიკას რელიგიურ იდეოლოგიურ საფუძველზე ნავთობის ინტერესებთან ერთად რა თქმა უნდა. ეხლა ტერორისტი უკვე რელიგიასთან არის გადაკვანძურება იდეოლოგიურად დაუპირისპირდა. არა მარტო პოლიტიკური სტრატეგიული დაპირისპირება იყო. დაუპირისპირდა კომუნისტებთან და დაუპირისპირდა დასავლურ ლიბერალიზმს. ჩვენ არ უპირისპირდებით არ დასავლურ ლიბერალიზმს. არც მას ბიზნეს ინტერესებს. არც მას კულტურას, რომელიც ჩვენი კულტურის ნაწილია, ქრისტიანული ცივილიზაცია ვართ, ხო? ჩვენ ვეუბნებით, რომ აგერ ვითანამშრომლოთ. გაატარეთ ნავთობის საძენები თუ გასცადენები ჩვენ ტერიტორიაზე კი ბატონო. გაატარეთ სპეცები კი ბატონო. დააფუძნეთ კულტურული ცენტრები, ბიზნეს ცენტრები, შემოვიდეს ინვესტიციები, განთავისუფლდეს გადასახადის კი ბატონო. რუსეთს ვეუბნებით, რომ ბატონო, ჩვენ არ გავხსენთ უცხოეთის სამხედრო ბაზას ჩვენ ტერიტორიაზე, არ შეგიქმნით არანაირი საფრთხეს კავკასიის მთავარი ქედის გასწვრივ და არ მოიყვანთ თქვენთან დაპირისპირებულ რომელიმე სამხედრო პოლიტიკურ ბლოკს. ამით იმას მაინც ვახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიის შემდგომი დაშლა შეჩერდება პირველ ეტაპზე. თქვენ ვერ ახლა შეჩერდება? არა თქმა უნდა. დაშლა შეჩერდება, მაგრამ მე არ ვამბობ, იმავე დროს ცხინვალი და აფხაზეთი დაბრუნდება. რა თქმა უნდა, ეს უკვე ძალიან დაფუჭებული თემაა და ძალიან აქტიულებზე გადასული საკითხია, თუმცა რა თქმა უნდა, მისი მოგვარება კიდევ შესაძლებელია თუ სწორი საგარეო პოლიტიკა იქნება. ჩვენ ვამბობთ, რომ ვითანამშრომლებთ ნატოსთან, ვიმეორებთ ორქრივი ფორმატის ფარგლებში, აქტიურობის სტანდარტებში, იმ საერთო კომისიის ფარგლებში, რომელიც ახლა შეიქმნა, ვითანამშრომლებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ჩვენი მართლა სტრატეგიული მოკავშირეა. ჩვენ არ უნდა გვაუწყდეს, რომ ამერიკა ხორბალი გუძავა და კრედიტები გვაძლია უპროცენტო იმ შიმშილობის წრეებში, რუსეთის პრობლემები თქო და არ წახსოვდით მაშინ და იქით გვეუბნებოდა აფხაზეთში და ცხინვალში და ამერიკა გვეძნა გვერდში რა შეუძლია ახლა ამერიკას დაავალებ, რომ სოფლები დაიწყო ჩვენს გამო. ამის წინ უნდა ქონდა საქართველოს იმ სისულელს ვაკეთებდა იქა. ეხლა ცივილიზაცია სხვა გაუყვანს ამერიკა და ატომურ რაკეტებს ხვალეთულის რუსეთს რა ბოლოს არის რაღაცა ფარგლები თამაშის და პოლიტიკის, ხო? იგივე რუსეთთან გვექნება ჩვენ კარგი ურთიერთობა ეკონომიკური, კულტურული ვიზო რეჟიმს უნდა მივახციოთ ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას, კაპიტალის, მუშახელის გადაადგილებას, ინტერესები აქვს, აი ტერიტორია ტრანსპორტისათვის გამოიყენოს სხვა სომხებზე, რომ გავიდეს ირანზე სხვათა შორის ინდოეთის ოკეანეზე ზოლეოცნებად მაგათი კი ბატონო, ისე რომ ამერიკამ და რუსეთმა არ იხუბოს ჩვენს გამო რა. ჩვენ ტერიტორიაზე არ იხუბოს. ხო წარმოგიდგენია ორი სტილური შევარდება ვთქვათ მელის თუ კუნძulis თუ საფლის საცხოვრებელ ადგილებზე დაიწყებენ ის კიდევ რა დაიწყებენ საცხოვრებელზე. კარგად გადაშელა. უბრალოდ და ირმით. გასაგებია თქვენი არგუმენტი. არაფერი არ გადაჭრა. არაფერი. ამიტომ უნდა ავხსნათ ამ კონკრეტულ. ბატონო, ეს იდეა თქვენ აი კონსულტაციის ზონა, მე არის საერთოდ ეს მექანიზმი აქვს თუ არა პოლიტიკურ პარტიებს რომ დავშვათ საზღვარგარეთე ვინმე ცნობილ ექსპერტს გაუზიარებენ აი ამ იდეას, რომ ჩვენ რო უპირდებით არ გვაწყობს ნატოსთან წასვლა. ვინმესთან სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ქონდათ ამაზე აღსაგაზიარება რომ უცხოეთში? ან უცხოელებისთვის ან საერთაშორისო ვინმე ექსპერტთან ან ჩვენ შიგნით საქართველოს პოლიტიკურ პარტიებთან რომ ჩვენ აი ეს კურსი უნდა ავირჩიოთ ლეიბორისტებმა. ეხლა რა შეიძლება საქმე? სამწუხაროდ ქართული ხალხი, საქართველოს ყველა ხალხი, სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები, აფხაზები, უკრაინელები, ებრაელები, იეზიდები, ქურთები, აფხაზელები, ყველა ხალხი არის დამოუკიდებლობას მიჩვეული დაბადებიდან და დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის არის გარდა ქართული პოლიტიკური სპექტრისა, რომელიც პირველადებულია ან ვაშინგტონში ან მოსკოვში. და შესაბამისად ეხლა არის ამ კონსულტაციები არ ქონია ძირითადად არ არის საუბარი ბატონის ზვიად გამსახურდიას მიმდევრებზე და ბატონის ზვიადზე რომელიც ცალკე სწორად
აცხადებდა დამოუკიდებელი საქართველოს შენობების აუცილებლობას ყოველგვარი სამხედრო ბლოკების და რაღაცების გარეშე, სწორედ ამის გამო შეეკრა ეს დასავლეთის მაშინ სხვადრო იყო, გადამავალი პერიოდი იყო, მაშინ ასევე დაამხეს ელჩები აზერბაიჯანში, ასევე დაამხეს სხვა ხელმძღვანელები პირველი თავის ეროვნული მოძრაობით, ეს რაღაცა კანონზომიერება იყო, მაგრამ ეხლა უკვე სამგარი ვარ, ფერზე ასე თუ ისე გაეროს წევრები ვარ, ასე თუ ისე აქ ქვეყანაზე მეც ნაცნობი ვიყავარ დიპლომატიურად, ავარ თუ კარგად, მსოფლიო